ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და მორიგი თემით ვაგრძელებთ. საქმიანი დილას ციფრული განათლება დღეს ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება არის ევროპაში და მათ შორის ასიამოვნეულის, რომ ამ პროცესში საქართველოს თვალსაჩინოდ პოზიციონირებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი BTU ევროპის მასშტაბით ლიდერების სამეულში მოხვდა და ევროპის წლის ტრენერის ჯილდო მიიღო. ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემათ იმ უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩევიან ტექნოლოგიების სწავლებისა და ასევე ტრენინგების მიმართულებით. აღიარების მიღებიდან კი მალევე BTU-მ დააფუძნა ტრენინგ ცენტრი, რომლის ამოცანაც სწორედ ცოდნის და გამოცდილების გაზიარება არის, რაც ციფრულ ტექნოლოგიებს თან ყოველთვის ახლავს. დღეს სტუდიაში სტუმრად მოვიპატიჟეთ ნინო ენუქიძე, BTU-ს რექტორი, ვისთან ერთადაც ვისაუბრებთ სწორედ ამ მიღწევაზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც კიდევ უფრო დაახლოვებს BTU-ს ჩართულობას ციფრული განათლების საერთაშორისო ეკოსისტემაში. დილამშვიდობის ნინო. დილამშვიდობის. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებას. და გილოცავთ ჯილდოს. დიდი მადლობა. რას ნიშნავს ეს ამბავი, ანუ განათლების ინდუსტრიისთვის მთლიანად, როგორ კოტირებს ეს ამბავი რეალურად და ნიშნავენი ამბავი არის ძალიან, არა მხოლოდ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისთვის, ვიტყოდი რომ ქვეყნისთვის და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემისთვის, რომელიც ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშეა, ხო, იმის აღიარება, რომ ევროკავშირის ზოგადად ევროპის მასშტაბით არსებულ უნივერსიტეტებს შორის, რომელიც რამოდენიმე 1000-ია, BTU არის სამეულში იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, რომელიც საუკეთესოდ ახორციელებს საერთაშორისო ტრენინგ პროგრამებს და პროექტებს და საუბარი არის 1000-ობით მონაწილეზე. ამ დროისთვის დაახლოებით 14000 მონაწილე ყავს გადამზადებული სრული დაფინანსებით, როგორც ევროკავშირის საქართველოში წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ისე გაეროს სხვადასხვა სააგენტოების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და ეს აღიარება მნიშვნელოვანია, ვინაიდან პირველ რიგში გვაძლევს იმის რწმენას, რომ რასაც ვაკეთებთ, სწორად ვაკეთებთ და შესაბამისად გადავწყვეტეთ, რომ შეიქმნას ტრენინგ ცენტრი, რომელიც უფრო გაგვაფართოებინოს მასშტაბებს იმ მონაწილეების, ვინც დაინტერესებული არის, რომ მსგავსი შესაძლებლობებით ისარგებლოს. ნინო, ვიდრე ჩვენს მაყურებლებს უფრო მეტ დეტალს ვეტყვით ტრენინგ ცენტრზე და იმ შესაძლებლობაზე, რასაც ეს ცენტრი იძლევა, EIT Digital-ზე, ხო, ამ ევროპის ეკოსისტემაზე მეტი მოუყვეთ მაყურებლებს, რა მნიშვნელობის არის ეს და BTU აი უნივერსიტეტებს BTU-სთან ერთად რომელი უნივერსიტეტები მოხვდნენ კიდევ სამეულში? EIT Digital არის ევროკავშირის, ასე ვთქვათ, ქოლგის ქვეშ არსებული ყველაზე მსხვილი ინოვაციური სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს არა მხოლოდ უნივერსიტეტებს და სხვადასხვა სასწავლებლებს, არამედ აერთიანებს ყველა იმ სამეწარმეო ეკოსისტემას, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებობს. განათლების თვალსაზრისით საუბარი არის 1000 ორგანიზაციაზე, რომელიც როგორც სტარტაპებს, მეწარმეებს, ისე დამწყებ ან უკვე შემდგარ პროფესიონალებს, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში სურთ ცოდნის გაღრმავება, ეხმარება, რომ უნარები გამოიმუშაონ, ისაც თანამედროვე სამყაროში არის საჭირო. განსაკუთრებული აქცენტი EIT Digital-ის მიერ გამართულ ორდღიან კონფერენციაზე ეთმობოდა მომავლის უნარებს, იმ უნარებს, რომლის განვითარების გარეშეც ევროპაში ციფრული ეკონომიკის და ზოგადად ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება იქნებოდა შეუძლებელი და აქ ძალიან ხაზგასმული იყო ის კონტრიბუცია, რაც წევრმა ორგანიზაციებმა უნდა გაიღონ ამისთვის და განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით წიგნიერება, ეგრეთ წოდებული AI literacy, რომლის გარეშეც უკვე არც ერთი ეკონომიკის განვითარება აღარ მოიაზრება რეალისტურად, აი ამაზე იყო ძალიან ბევრი საუბარი და ვფიქრობ, რომ ჩვენი სამეულში მოხვედრაც განაპირობა სწორედ იმან, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ძალიან ბევრი პროგრამა გვაქვს განხორციელებული, აქვე ვიტყვი, რომ გასულ წელს, დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ ჩვენ დავაანონსეთ და განვახორციელეთ, ეხლაც მიმდინარეობს AI for Globe, ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების საერთაშორისო პროექტი, რომელიც აღიარა UNESCO-მ. UNESCO-ს ბაზაში შევიდა, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ინიციატივა ამ სფეროში განათლების მიმართულებით. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება არის და ვფიქრობ, რომ საჭირო არის ამ პროექტის მასშტაბების გაფართოვება. AI-ზე ჩავერთვების, ანუ ნინი გააგრძელებს კითხვებს, რამდენად ზარდია ინტერესი, ამის მიმართ, იმიტომ რომ ერთია რომ BTU და მისი აღმასრულებელი გუნდი მომზადებული ხვდებით ამას ყველაფერს, მაგრამ აქ ორი თემა არის. პირველი, ეს ინტერესი უნდა იყოს რაღაცა შედარებით მიწირვა, მეორე AI არის თვითონ ცვალებადი ამის ყოველდღიურ რეჟიმში იძლევა სულ მუდმივად ტრანსფორმაციას.
თვითონ AI შეფასება საქართველოსთან მიმართებით, რამდენად ფეხდაფეხ მივყვებით და საგანმანათლებლო ნაწილი რამდენად მომზადებულია ამ კუთხით. თუნდაც თქვენ მაგალითზე მითხარით. კერძო სექტორით დავიწყებ, ვინაიდან ყველაზე მეტად ჩართული ამ სფეროში და სურველი რომ ამ სფეროში ცოდნა გაიღრმაოს, არის სექტორი, რომელშიც გულისხმობ არა მარტო მსხვილ ბიზნესს, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესაც, რომელსაც კარგად დაინახა, რომ AI აძლევს პერსპექტივას უფრო მომგებიანად იმუშაოს ბაზარზე და მომგებიანობაში მხოლოდ ფინანსურ ეფექტიანობას არ გულისხმობ დროის დაზოგოს ასე. განათლების სექტორში განსხვავებული სურათი არის რა თქმა უნდა რამოდენიმე უნივერსიტეტი, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენ ვცდილობთ, რომ იმის გარდა რომ AI-ში პროგრამების შევქმენით, არა მარტო საბაკალავრო, სადოქტორო პროგრამაც კი გვაქვს ხელოვნურ ინტელექტში, რაც საქართველოს ჯერჯერობით უნიკალურია. ჩვენ ვცდილობთ, რომ სხვა პროგრამებში, როგორც არის თქვა, ციფრული მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები, ყველგან იყოს AI ინტეგრირებული და ეს აღარ არის მომავლის უნარი, ეს არის უნარი, რომელიც დღეს ყოველს გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, თქვენც ყოველდღიურად იყენებთ AI შესაძლებლობებს თქვენ საქმიანობაში და კი იცვლება, იმიტომ რომ ვითარდება და უფრო მასიური და მასშტაბური ხდება ის მონაცემები, რის დააყრდნობითაც შეიძლება დაიხვეწოს ალგორითმი, რასაც მე ჩვენ ვიყენებთ, ხო? რო ვთქვა, რომ არა თუ საქართველოს, არამედ რამე ქვეყანა არის, რომელიც აბსოლუტურად იყენებს AI-ის პოტენციალს, ასე არ არის და წარმოუდგენელიც არის და ალბათ პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის ეგრეთ წოდებული ჩარჩოს სუბუქი მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა. სუბუქს მიმართულად ვხმარობ ამ სიტყვას, ვინაიდან დიდი რეგულაციის ფონზე განვითარება რთულია, მაგრამ ის მინიმალური რაც გულისხმობს პერსონალურ მონაცემთა დაცვას, ეთიკური ნორმების დაცვას, როცა AI გამოიყენება სხვადასხვა სფეროში, ამის რეგულაცია საჭიროა და ესეც კი არა, მაგალითად საქართველოში ჩვენ არ გვაქვს ეროვნული სტრატეგია ხელოვნური ინტელექტის ჯერ კიდე იმის მიუხედავად, რომ BTU-ში ზუსტად სადოქტორო პროგრამის ფარგლებში აი სტრატეგია ჩვენ უკვე დავწერეთ, მაგრამ ჩვენ არ ვართ ხო ჩვენ ვერ მივიღებთ სტრატეგიას, ჩვენ როგორც კვლევითი ერთეული შევქმნით ეს დოკუმენტი. თქვენთვის გქონდეთ ეს შექმნა. კი ბატონო, თუმცა საჯარო არის და აი ხო ვინც გვიყურებს შეიძლება ჩვენს ვებგვერდზე გაეცნონ და გაეროს ხელოვნური ინტელექტის ცენტრის მიერ მიღებული და დადასტურებული დოკუმენტი არის, ჰაგაში წარუადგინეთ ეს დოკუმენტი და მისი მიღება უკვე ხოლმე შეიძლება. წლის ტრენერის სტატუსი. ნინო, რას თulis უკვე BTU-სთვის აი ეს ჯილდო და ეს სტატუსი რაც უკვე მინიჭებული აქვს უნივერსიტეტს და ახლა უკვე ჩვენი საუბრის ბოლოსკენ მეტი ვუთხრათ იმ შესაძლებლობაზე, რასაც იძლევა აი ამ ჯილდოს მიღების შემდეგ დაფუძნებული ტრენინგ ცენტრი. წლის ტრენერის სტატუსი მნიშვნელოვანი არის BTU-სთვის, ვინაიდან ეს არის აღიარება, რომ ევროპაში BTU არის სამ საუკეთესო უნივერსიტეტს შორის, ვისაც შეუძლია ჩაატაროს ტრენინგები, ხო? ეხლა ტრენინგები ამ დრომდე უნივერსიტეტს რა თქმა უნდა ჩაუტარებია, მაგრამ ძალიან მცირე მასშტაბით და ძალიან ისეთი შერჩევითობის პრინციპით, თუმცა მზარდი არის მოთხოვნა როგორც კორპორატიული სექტორიდან, ისე ინდივიდუალური მომხმარებლებისგან, რომ გარდა ასე ვთქვათ, იმ საგრანტო პროექტებისა, სადაც სრული დაფინანსებით იღებდნენ ამ დრომდე მონაწილეები ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობას, შევქმნათ ესეთი კომერციული მოდელი, რომელიც საშუალებას მიცემს ორგანიზაციებს და სხვა ნებისმიერ მსურველს გაეცნოს ტრენინგების კატალოგს, არჩიოს მისთვის სასურველი კურსი, დარეგისტრირდეს და მიიღოს ის ცოდნა, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი და ბევრჯერ ვამბობ, იმიტომ რომ ვამაყობთ ძალიან აღიარდა საერთაშორისო დონეზე, ხო? ტრენინგების ჩატარება საქართველოში ძალიან ბევრი ორგანიზაციის მიერ ხორციელდება, თუმცა ამას აქვს ძალიან ესეთი სპეციფიკა. მისი კურსის აღწერა, სტრუქტურა, როგორ იქნება პროგრამა წარდგენილი, რამდენი მონაწილე იქნება დამსწრე კურსზე, როგორი კომპეტენციები ექნება ტრენერს და საერთაშორისო გამოცდილება იმ ცოდნაში, იმ სფეროში, რომელსაც ასწავლის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ზუსტად ის ტრენერთა დიდი რაოდენობა, რომლებთან წლების განმავლობაში მუშაობთ, გვაძლევს იმის რწმენას, რომ ტრენინგები იქნება შეთავაზებული ყველაზე მაღალ ხარისხში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, კერძო სექტორიდან გაცილებით მაღალი ინტერესი წამოვიდა უკვე და განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით რამდენიმე კურსი უკვე ჩაშვებული არის, თუმცა ჩვენს ვებგვერდზე ხომისაწვდომი არის კატალოგი ტრენინგებისა, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში ეტაპობრივად დაიწყება, როგორც კურსის აღწერა, ისე ტრენერების შესახებ ინფორმაცია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია რომ გაეცნოს, უკვე გაიაროს რეგისტრაცია და ჩაერთოს. წარმატებები. კი, ოღონდ ორი ძალიან ისეთი მოკლე კითხვა მაქვს ნინოსთან დარჩენილი, იმიტომ რომ BTU-ს თვალყურს ვადევნებ დღე მისი დაფუძნებისა. აქ ძალიან მნიშვნელოვანმა ინტელექტუალურმა
რესურსმა მოიყარა თავი დღე პირველიდან. ცხადია ეს პირველ რიგში ეხება ჩვენს დღევანდელ სტუმარს, რომელიც BTU სექტორია, ასევე მიხეილ ბატიაშვილს, მინდია საბან, რავი, ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი თავიდან და ძალიან სწრაფად და კარგი რასთავარი ხარისხიანი შედეგი დათო BTU თავიდანვე. მიდის დისკუსიები განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ამჟამად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე ნინო ენუქიძის პროფესიული აზრი არა თვითონ წარმოდგენილ თემასთან მიმართებით. ეს ისეთია ჯერ ნედლია პროექტია და იმედი მაქვს რომ ამაზე საჯარო დისკუსიები გაიმართება, მაგრამ რა შეიძლება იყოს ყველაზე ოპტიმალური ნინო ვერსია, რომელიც განათლების მიმართულებას ერთის მხრივ შეუქცევაც გახდის, არ მოუბრუნდებით მაგას წლიდან წლამდე და რაც თავარია ინდუსტრიაც იქნება ისეთ რელსებზე, რომ პროგნოზირებადი იყოს განვითარება და არა ტორტმანი დეკადიდან დეკადამდე. Უბრალოდ რამოდენიმე ფაქტორი არის გასათვალისწინებელი, გიორგი, დაგეთანხმები, რომ ჯერჯერობით კონცეფცია იქნა წარდგენილი და რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი ადრე არის, ვინაიდან არ ვიცით ამ კონცეფციას საბოლოოდ როგორი ტაქტიკური განვითარება ექნება, მაგრამ არის რაღაც მოდელები, რომელიც ჩვენ რომ არ გამოვიგონოთ ველოსიპედი, მსოფლიოში არსებობს პრაქტიკა, რომელსაც შეგვიძლია მეტნაკლებად ადაპტირება გაუკეთოთ და ქართულ ბაზარს მოვარგოთ. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში ვიცით, რომ ძალიან წარმატებით განხორციელდა წლების წინ განათლების რეფორმა, რომელმაც საუკეთესო შედეგი მისცა ამ ქვეყნებს, თუმცა ეს რეფორმა დაიწყო სკოლამდელი განათლებიდან და არა უმაღლესი განათლებიდან და ეს პირველი ფაქტორი არის, რაც უნდა გავითვალისწინოთ. იმისთვის, რომ უმაღლესი განათლება შედგეს სკოლაში და სკოლამდელი განათლებაც უნდა იყოს ამ რეფორმის ნაწილი. ეს ალბათ ერთი. მეორე, ხელოვნური ინტელექტის თემაზე ვახსენე ეს საკითხი და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ძალიან მკაცრი ჩარჩოები და მეტისმეტი რეგულირება არც ერთ სფეროს არ ავითარებს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, რაც უფრო მეტ თავისუფლებას მივცემთ სხვადასხვა სექტორებს, ალბათ უკეთესია. აქაც ბევრი კითხვის ნიშანი შეიძლება გაჩნდეს, თქვა სახელმწიფო უნივერსიტეტები შეიძლება სხვა ფორმით იყოს რეგულირებული, კერძო სხვა ფორმით, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მეთოდი არის, მაგრამ მე პირადად ვფიქრობ და იმ გამოცდილებით და იმ კვლევებით, რაც წამიკითხავს ამ სფეროზე, რაც უფრო ნაკლები იქნება რეგულაცია უკეთესია. და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეკონომიკის განვითარებასთან ამ შემთხვევაში გულისხმობ არა საქართველოს ეკონომიკას, არამედ გლობალური ეკონომიკის განვითარების ტენდენციები ბევრად უფრო მჭიდრო კავშირში უნდა იყოს იმ მოთხოვნილ უნარებთან, ბაზრის მოთხოვნებთან, რომელსაც ან აკმაყოფილებს, ან ვერ აკმაყოფილებს უნივერსიტეტი და ამის კვლევა უნდა ხდებოდეს არა 4 წელიწადში და 5 წელიწადში ერთხელ, რომ რაც ხანდახან ხდება ხოლმე, არც თუ ისე იშვიათად, არამედ უნდა ხდებოდეს ყოველ წამიერად ვიტყოდი და ეს უნდა იყოს ცოცხალი პროცესი და ეს კურიკულუმში მუდმივად უნდა იყოს ასახული და რეალისტური არის რეფორმის განხორციელება, თუ რეფორმა არ შეიცვლება წლიდან წლამდე და თუ ის დაიწყება სკოლამდელი განათლებიდან და ცოტა მეტ თავისუფლებას მიცემს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მიხვდნენ რა უნდა გააკეთონ. ნინო ენუქიძე, ქალბატონებო და ბატონებო, მადლობა მას მობრძანებისთვის. ყოველთვის საინტერესოა მისი მასპინძლობა. BTU-ს რექტორი იყო ჩვენი სტუმარი.